მოგესალმებით ჩვენო ერთხულო მაყურებელო. ეს არის ток-შოუ გრძნობიარე კრიმინალი. დღეს სრულიად განსხვავებული გადაცემა გვექნება. დღეს ვეცდები რომ დაგანახოთ კრიმინალის სხვა ნათელი მხარე. დიახ, მე გადავწყვიტე მოგიყვეთ კრიმინალი ბიჭების ისტორია და გაგაცნოთ ისინი სულ სხვანაირები, გულჩვილები, უსუსურები, შეყვარებულები, პოეტურები და ჰუმანურები, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. თუმცა ამას ვერ ვიზამდი, რომ არა ჩვენი სპონსორი. და ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია ნახალოვკის უბნის ოფშიაკი. ნახალოვკის ოფშიაკი, კაი ბიჭების სიმშვიდის გარანტი. ახლა კი მივესალმოთ, ჩვენი პირველი სტუმარია კრიმინალი პონჩიკიჩი. მოგზანდით, ბატონო პონჩიკიჩი. გამარჯობა. გამარჯობა. ეს სანამ გადაცემას დავიწყო, შემოდაია, მე მინდა ერთი საჩუქარი გადმოგცე. გიყვართ საჩუქრები? ეს საათი შენ ჩემგან. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ლამაზი და ძვირფასია. მაგი რო იცოდე, ვისი სახლიდანაა წამოღებული, უფრო გაგიჯდებოდი და უფრო მოგეწონებოდა და. და ვისი სახლიდან არის? მაგას ვერ გეტყვი, ახლა ჩაწერის მერე გეტყვი, არა პრობლემა. მე მესმის თქვენი პროფესიული თავშეკავება, მაგრამ იცით, აქ ჩვენთან საუბარი არ არის. მაშინ შაკირა და პიკეს სახლიდან აზამოები. ძალიან დიდი მადლობა გთხოვთ. დაგძალით და დავიწყოთ ჩვენი საუბარი. იხარე. ბატონო პონჩიკიჩ, მოგვიყევით თქვენი ერთი სევდიანი ისტორია. ავიცი, короче, ბევრი ძალიან მარტივად უყურებს ჩვენ საქმეს რა და ჩვენ პროფესიას, არა და ვაფშე არა, ასე მარტივ. ერთხელ ერთი 3 თვე ვაკვირდებოდი ერთ სახლს რა და შევისწავლე ყველაფერი, ვინ როდის გადიოდა, ვინ როდის შედიოდა. ხო და გადავწყვიტე ამ დავალებაზე წავსულიყავი რა, სიმონა. შევედი სახლში სიმონა, რას ვხედავ რა? მოხუცი ხალი არ წერს ლოგინში და ანტონ მოხვედიო და მე კერამ და ვიზახ. კარგი, დავშვიდით, მე მესმის თქვენი. არა, ძალიან რთული იყო მართლაც. მესმის თქვენი და მე ალბათ ამ სახლიდან ადექით და წამოხვედით, ხო? არა, რა წამოვედი, გამოვზიდე ყველაფერი, თუ რამე იყო, წამოსაღებ საერთოდ ყველაფერი წამოიღე, მხოლოდ ორი რაღაცა დაუტოვე იმ მოხუც თავთან რა. რა საინტერესოა, რა დაუტოვეთ? ბულკი და მაწვი. კარგით, დამშვიდით. ღმერთო ჩემო, რამხელა ჰუმანიზმია. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ აი საყაჩაღოდ შეხვედით ოჯახში და ოჯახის წევრები დაგვხვდნენ სახლში. მაგის მეტი რა ყოფილა, გას. ერთს გევიხსენებ, გერმანიაში ვიყავით რა და ერთ სახლში შევედით რა გერმანიაში და მოხუცი ცოლქმალი არ დაგვხვდა სახლში, მაგრად ინერვიულეს თავიდან მაგრად შეეშინდათ, მაგრამ მე რომ ვიხდნენ რომ ქართველები ვიყავით, ალბანელები ვარ ვიყავით, ცოტა მოეშვა. ცოტა მოეშვა და თავის ხელით გამოზიდეს თუ რამე ნივთი ჰქონდათ ყველაფერი რა და მეც მოუხვი ამ ნივთებს ხელი და წამოვედი, უნდა წამოსულიყავი, მაგრამ მე თქვი ასე ხო არ წავალ თქო და მოუბრუნდი და 1-2 შემოულაწუნე, მე გქა 1-2 მეორე და გამოვბრუნდი და წამოვედი. და ამ შემოლაწუნებაზე რა რეაქცია ჰქონდათ? არანაირი არაფერი, ისა რავი, გზადამილოცეს და გამომიშვეს და მე წამოვედი რა. ხო, აი ასე ვუყვარვართ ჩვენს მეგობრებს ევროპაში. და ასე უთანაგრძნობენ კრიმინალს, ამ ურთულეს და უძველეს პროფესიას. დიდი მადლობა მათ და ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მათი ქონება ასეთი ღირსეული კრიმინალების ხელშია. სანამ მეორე სტუმარზე გადავალ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია მაყურებელი სოჩიკა. მაყურებელი სოჩიკა ის უყურებს, თქვენ შვიდად ხართ. ახლა კი ჩვენი მეორე სტუმარი, ყველასათვის საყვარელი კრიმინალური ავტორიტეტი, ტიტე გარადოქსკი. მოვძანდით ბატონო ტიტე. ტიტე მოსულა. მადლობა. გამარჯობა. მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონო ტიტე, მომიყევით. როგორ დაიწყო თქვენი კრიმინალური ვოიაჟი? თავიდან სტანდარტული ფრაზით დაიწყო. შენ ოღონდ აქამდე ჩამოდი და დალში ყველაფერი მაგრად იქნება. და თქვენც ჩახვედით. კი, ჩავედი, მაგრამ მე უკვე ყველაფერი მაგრად ვერ იყო. მე ძალიან კარგად მესმის შენ, ეგზაგვა გამოვლილი სულ ყველა თითქმის. ეგრეა. ახლა თქვენთვის მძიმე თემას მინდა შევეხო. მე ვიცი, რომ თქვენი პაძელნიკი თქვენს თვალწინ დაიჭირეს. როგორ მოხდა ეს? დავშვიდით. გისმენთ. ევროპაში ვიყავით ჩასულები და 8 დღით ვიყავით. თვითონ
$28,000 ტავარი გამოვზიდეთ რა. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბედნიერები ვიყავით. მაგრამ მე მარკეტში შევედით. სნიკერსი მოიპარა და კონსულტანტმა დაინახა. ვიცი რომ გიმძით, დამშვიდით ბატონო. აი მე თვითონ არ მჯერა ეხლა რაც ჩემს გადაცემაში ხდება. თქვენმა ისტორიამ როგორც ჩანს ყველას გულამდე მიაღწია და ყველა შეძრა. მე ახლა მაცნობეს რომ გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში დარეკა ერთმა ძალიან კარგმა პიროვნებამ. მან ინკოგნიტოდ დარჩენა გადაწყვიტა და გადმოგცა საჩუქარი, რომელსაც ახლა მე თქვენ გადმოგცემთ. ატმიჭკების ნაკრები. საჩუქარიც ამას ქვია, გილოსა. ძალიან დიდი მადლობა. რომ იყავით ჩემი სტუმრები და დაგემშვიდობებით. გაიხარეთ ალბათონო, კარგად განდევთ. ორვესი მადლობა. ჩვენი შემდეგი სტუმარია კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნება. ადამიანი, რომელმაც იმდენჯერ მოიხადა სროკი, რომ პურისგან ოროთახიანი ბინა აქვს გაკეთებული. მივესალმოთ კრიმინალური ავტორიტეტი ვასილ ვაკინსკი. მოგწანდით. ძალიან მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. გამარჯობა. დავწანდით. პირიქით დიდი მადლობა. ბატონო ვასილ, რას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა თქვენ გიყურებენ? რავი, ძარცვა და ძარცვა რა ბრანსი, რავი რა. ვასილ, როცა პირველი ჯგუფური ძარცვა ჩაიდინეთ, ვინმეს მოუყევით ამის შესახებ? პირველი ძარცვა ეხა ბუნდოვნად მახსოვს, როდის იყო რა. მალალეთ გავიყავი მაშინ, მაგრამ ნუ კი მახსოვს, ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო რა. კრიმინალ პოლიციაში მუშაობდა რა და მაგას მოუყევი რა, ვენდობოდი და მაგიტომ რა. და როგორ ფიქრობთ? ეს არ არის? რავი, ინდივიდუალურია რა. ვისთვის როგორ ხარ, რა ვიცი რა. საინტერესო ცხოვრება გაქვთ ძალიან. ბატონო ვასილ, თქვენ ხართ ნიჭიერი ადამიანი და ჰობი თუ გაქვთ რამე ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით. რავი, ჰობი ხარ, რავი, რასაც საქმიანობა და რავი, თუ ხობა შეიძლება რომ ჩაიდვალოს ლექსებს წერა, პოეტიც ვარ. ძალიან საინტერესოა, ძალიან. პირველად მყავს გადაცემაში კრიმინალური პოეტი. მოდი წაგვიკითხეთ ერთი ლექსი, ბატონო ვასილ. ეხლა რაც მახსენდება, მაშინ ამას წაგიკითხავთ, ეხლა უცებ. ბერლინში გოგონა გავიცანი. გოგონა ნახატი კალმისანი, მისი ბეჭედი და ყელსაბამი სამშაბათს გამიხდეს აფიცარი. 4 შაბათს სახლში ავიყვანე, კიბეზე კინაღამ რომ წავიქეცი. ცოტა დავლიე და სექსის ნაცვლად ტანზე გავხადე და გავიქეცი. მერე რა ვიცი, გავიქეცი რა და მერე დამიჭირეს და გამსრუკეს რა. ანუ ტანსაცმლის გამო დაგიჭირეს ბერლინში? არა, ბერლინელი პოლიციელები მაგარი სტულელები არიან. აქ დამიჭირეს ჩვენებმა რა. აქ რომ ჩამოვედი, ეგრევე წამალი ჩამინეს და დამიჭირეს, ხო? კარგით, ბატონო ვასილ, მე თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. დიახ. ახლა სტუდიაში შემოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ვისი აქტიური მუშაობის შედეგადაც თქვენ დაგაკავეს. მაშასე თქვენი დამკავებელი პოლიციელი სტუდიაში. მადლობა ქალბატონო. მოგესალმებით. მადლობა რომ მოხვედით სტუმრად გადაცემაში. მივესალმები მაყურებელს. მე ვიცი დავიწყოთ საუბარი. დიახ. მე ვიცი რომ თქვენ დიდი ხანი უთვალთვალებდით ვასილს. ხო? ნუ 2 წელი უთვალთვალებდი ვასილს და 2 წლიანი თვალთვალის შედეგად მივხვდი რომ ვასილი არის ძალიან კარგი ადამიანი. მაზალიან მაგრად უყვარს თავისი მეგობრები. ხანდახან ჩემს კოდაში ვქვითინებდი კიდეც თუ რამხელა გზნობა ნამდვილი ჭეშმარიტი მეგობრული სიყვარული რა. და ბოლოს ფაქტზე დაიჭირეთ? ნუ ფაქტზე ვერ დავიჭირე, ვერანაირ კრიმინალში დავდე ბრალი და იძულებული გავხდი რომ პატარა წამლის პაკეტი ჩამეცურებინა მის ჯიბეში
და წამლის პაკეტთან ერთად პატარა წერილი ჩავაყოლე, რომელსაც თუნებას დამთავრდ ექსკლუზიურად თქვენი მაყურებლისთვის წავიკითხავ. ექსკლუზიურად ჩვენს გადაცემაში წაიკითხავს წერილს, რომელიც მან დაკავებულს ჩაუდო ნარკოტიკთან ერთად. გისმენთ? ზვირფასო ვასილი. ჩემო უცნობო მეგობარო. მიუხედავად იმისა, რომ შენ ყველასგან გამოირჩევი ადამიანური თვისებებით, იძულებული ვარ ეს პატარა ნარკოტიკი ჯიბეში ჩაგიდო. და ამის საფუძველზე 9 წლიანი სროკი მოგისაჯო. ეს იმიტომ, რომ ჯერ პირველ რიგში მინდა ჩემს გვერდით ყავდე მეგობარო და მერე იმიტომ, რომ ჩადების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩათვალე ეს ჩემ ძალიან დიდ ნაკლად. მიყვარხარ. კოცი. შენი ბაჩო ბუჩუკო. სასწაული წერილი. და თუ შეიძლება მე მინდა გადავიხიო წერილი. გადავიხიო ბატონ ვასილს აუცილებლად. მოდი მეგობარო ჩემთან რა. რამხელა სიყვარულს გამოხატავს ადამიანი. რა სიყვარულით გიდებ. მიჭერე, ბიჭო, ხელი გაწიე. შე ბიჭო, რამდენს ბლატა. აი, ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი ეთერი. რომანტიკული, თბილი, სენსიტიური და მაინც კრიმინალური. იმედია, ცოტათი შეგაყვარეთ კრიმინალი. შევხვდებით მომავალ შაბათს. დროებით.